კაცმა ჯერ მძინარე დედას მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები, შემდეგ კი ძმას. თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დანაშაული მოსკოვის გამზირზე მოხდა, ბრალდებული 55 წლის დავით რატიანია. მეზობლები ამბობენ, რომ მოკლული ქალი ბოლო წლებში საწოლს იყო მიჯაჭვული. მათი ინფორმაციით რატიანმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ სასწრაფო გამოიძახა და შემთხვევის ადგილიდან გაქცევა არ უცდია. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში 30 წლის ქალი სავარაუდოდ კონსერვირებული პროდუქტის მიღების შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ შემთხვევა სოფელ კარდენახში გუშინ საღამოს მოხდა. ქალმა სახლში დამზადებული ბადრიჯნის პროდუქტი მიიღო, რის შემდეგაც შეუძლოდ გახდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გამოცემის ცნობით გარდაცვლილი ქალის ქმარ შვილიც მოწამლულია. მარკოინ მალინი, რომელიც სენატში მეგობარ აქტს ბლოკავდა, სენატორი აღარ არის. ის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცეს. მალინი წარსულში ქართულ ოცნებას აკრიტიკებდა. 2020 წელს ივანიშვილს პუტინის მოკავშირეც უწოდა. თუმცა 2025 წელს მან დაბლოკა მეგობარი აქტის ჩართვა ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში. რუსეთში ტელეკომპანია დოჟდის ჟურნალისტ ვალერია კიჩიგინას დაუსწრებლად 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მას რუსული არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავებიან. ბრალდებაში პირველად ფიგურირებს 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ კრიტიკაც.